ატლანტა, ჯორჯიის დედაქალაქი ამერიკული სამხრეთისაგან მრავალ მხრივ გამოირჩევა. ისტორიით, იერით, შეხედულებებით, ცხოვრების რიტმით. ქალაქს თავად მცხოვრებლები სამხრეთის ლოს-ანჯელესს ან ნიუ-იორკს ეძახიან. კინოინდუსტრიიდან შემოსავალი წელიწადში $10 მილიარდ შეადგენს. ქალაქში 150-ზე მეტი ქვეყნის მსხვილი კომპანიაა. ატლანტა აეროპორტიდან იწყება. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დატვირთული აეროპორტი. ქალაქის და მთლიანად შტატის მთავარი დამსაქმებელი. აფრენა და დასხდომა ყოველ 45 წამში. აეროპორტის ყველაზე დახურული უწყება არის სადისპეჩერო კოშკი. თუმცა ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა იქ მოხვედრა მოახერხა. დღეღამეში 2500 აფრენა დასხდომა. ამისთვის 8 ადამიანი მუშაობს. კოშკში არც ერთი ტელეფონი არ არის და სიჩუმე სუფევს. დისპეჩერები ერთმანეთთან თითქმის არ ურთიერთობენ. მათ გარდა, ვინც სამუშაო ადგილზე სწავლებას გადის. ყველაზე სტრესულ სიტუაციაში მსგავსი მშვიდი გარემოს შენარჩუნების უნარი არის ავიადისპეჩერის მიმართ მთავარი მოთხოვნა. კენი სმიტი უკვე 30 წელია ავიადისპეჩერად მუშაობს, საიდანაც აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებში მსახურის შემდგომ მოხვდა. პილოტი გელაპარაკება, მეორე ავიადისპეჩერის შენს გვერდით, ან ცulis უფროსი ზურგს უკან. შეიძლება მითითებას გაძლევდნენ. ამავდროულად მომდინარე ინფორმაციას თვალყური უნდა აადევნო და სიტუაცია გაანალიზო. ატლანტის აეროპორტი ასეა მოწყობილი. ჩრდილოეთ და სამხრეთ ავიაკომპლექსი. ერთდროულად მოქმედი 2 აეროპორტივით არის. როგორ მუშაობს ავიადისპეჩერი? არის დისპეჩერი, რომელიც დასხდომაზე მომავალ თვითმფრინავებთან მუშაობს და დისპეჩერი, რომელსაც აფრენები მიჰყავს. შემდგომ სახმელეთო დისპეჩერი ყავს, რომელიც მუშაობს იმ თვითმფრინავებთან, რომლებიც სადგომთან მიდიან ან გამოდიან. აქ კი საჰაერო მოძრაობის ნაკადის მართვაა. აეროპორტიდან 10 წუთის დისტანციაზე ატლანტის 14 კინოსტუდია იწყება. ყოველი თითქოს ცალკეული კინემატოგრაფიული ქალაქივით არის. ატლანტაში სპეციალურად აშენებული ახალი სტუდიებისთვის 111,000 კვადრატული მეტრია გამოყოფილი. ასევე ძველი საწყობების 103,000 კვადრატული მეტრი, რომელიც ხმის ჩამწერ დარბაზებად გადააქციეს. ატლანტას სამხრეთის ჰოლივუდს ეძახიან. კინოკომპანიებს საგადასახადო შეღავათებით და მრავალფეროვნებით იზიდავს. აქ შენიღებულია ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, ჩიკაგო, ლოს-ანჯელესი და ზომბის ქვეყანაც. 2010 წელს პოპულარული სერიალის მოსიარულე მკვდრების პირველი ეპიზოდის გადაღებისას ატლანტის მცხოვრებლებმა პოსტაპოკალიფტურ ქალაქში გაიღვიძეს. გადაბრუნებული მანქანები, ტანკები, დამწვარი ავტობუსები და უამრავი ზომბი. საშინელების სიუხვე. ყველაფერი დილას ძალიან ადრე გაკეთდა. თავად პროდიუსერებიც კი ცუდად გახდნენ, როდესაც ეს ცარიელი ქუჩები დაინახეს. გადაღებისთვის რამდენიმე კვარტალი იყო გადასაკეტი. კერი ბერნსი ქალაქში ცნობილია როგორც კინოს მთავარი მცოდნე. მოსიარულე მკვდრების პირველი ეპიზოდის გამოსვლის შემდგომ მრავალმა მაყურებელმა, ვინც ფილმში ატლანტა ამოიცნო, აქ ჩამოსვლა გადაწყვიტა. მაშინ კერიმ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ექსკურსიებს ატარებს, იქ სადაც ჰოლივუდის ბლოკბასტერებს იღებდნენ. რეჟისორ რაიან კუგლერის ფილმი შავი პანტერის სცენა, რომელიც მარტინ ლუთერ კინგის სახელობის ისტორიული კვარტლიდან რამდენიმე ნაბიჯში გადაიღეს. შტატ ჯორჯიაში კინოკომპანიებს უდიდესი საგადასახადო შეღავათები აქვთ, 30%-მდე. აქ გადაიღეს შურის მოძიებლები, უსასრულობის ომი, ფინალი. აქ კი მოსიარულე მკვდრები. ქუჩის იმ მხარეს კი სერიალი უცნაური ამბები. ამ შენობაში, პატარა დრაივზე. თუ საგადასახადო შეღავათები დარჩება, კინოს გადაღება აქ გაგრძელდება. ყოველ ჯერზე, როდესაც შტატში საკამათო კონსერვატიული კანონის მიღებას ცდილობენ, ჰოლივუდი ატლანტაში გადაღებების შეჩერებით პირველი იმუქრება. ამგვარად, შტატში რელიგიური თავისუფლების შესახებ კანონის მიღების მცდელობა ჩავარდა, რომელიც კომპანიებსა და რესტორნებს LGBT თემის წევრებისთვის მომსახურებაზე უარის თქმის უფლებას მისცემდა, რელიგიური შეხედულებების და აბორტის აკრძალვის კანონის საფუძველზე. ატლანტას წითელ შტატში ლურჯ კუნძულს ეძახიან. კონსერვატიული ჯორჯიის დედაქალაქი, პროგრესული შეხედულების ქალაქი და ლიბერალურიც კი. დორია რობერტსი და მისი მეუღლე ქალაქის მულტიკულტურულ რაიონში ჩაიხანას ფლობენ. ამ ადგილს თავად მცხოვრებლები ატლანტის ყველაზე ბედნიერ რაიონს ეძახიან. ატლანტა ჯერ კიდევ იმ დროს აირჩია, როდესაც 20 წლის ასაკში თავის ქალაქს ეძებდა. 90-იანი წლების ბოლოს ჩამოვიდა და უმალვე აქტიურ ცხოვრებაში ჩაერთო. მონაწილეობდა მასშტაბურ პრაიდ აღლუმებში. LGBT უფლებებისთვის გამოდიოდა და ანტიგეი განწყობებს აპროტესტებდა.
უმალვე ვიპოვე ახალგაზრდების თემი, რომლებიც მარშში მონაწილეობდნენ. აქტივისტები იყვნენ და ჩვენი კულტურის სწამდათ. ქმნიდით მუსიკას, ხსნიდით რესტორნებს. აქ ვიყავით. ეს იყო ადამიანთა ჯგუფი, რომლის გარემოცვაშიც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი სამხრეთში და პოლიტიკურ შეხედულებებს გამოვხატავდი. ამჟამად ატლანტა სამხრეთის უფრო კონსერვატიული შტატებიდან და ქალაქებიდან LGBT თემის სახლი გახდა. მეზობელ შტატებში ალაბამა, ტენესი, სამხრეთ კაროლინა ისტორიულად არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებს დისკრიმინაციას უწევდნენ, ისევე როგორც ჯორჯიის სხვა ქალაქებში. ატლანტა, რა თქმა უნდა, შესანიშნავია, რასაც მთლიან შტატზე ვერ ვიტყვი, რომელიც მხოლოდ ოდნავ პროგრესული ხდება. როისა და მისი მეუღლის ჩაის სახლში, სამხრეთელების საყვარელი სასმელის სხვადასხვა სურნელი ირევა. ტრადიციულ ცხელ ან ცივ ჩაის ყინულით, ხუმრობით სახლის ღვინოს ეძახიან. ატლანტა იერით სხვა სამხრეთული ქალაქებისაგან განსხვავდება. სამოქალაქო ომის დროს ქალაქი სრულად დაიწვა. გენერალ შერმანის მოკავშირეთა ჯარის მიერ სამხრეთელი კონფედერატების პოზიციების შესუსტების მიზნით, რომლებიც ატლანტას სამხედრო ოპერაციების ცენტრის და ჯარის ზურგის უზრუნველყოფის წერტილის სახით იყენებდნენ. გადამწვარი მიწის ტაქტიკის გამოყენებით ჩრდილოეთელმა შერმანმა ქალაქის ინფრასტრუქტურა სრულად დაანგრია, მათ შორის რკინიგზა. მე-19 საუკუნის მხოლოდ რამდენიმე შენობა შენარჩუნდა, ხოლო ატლანტის სიმბოლო, ქალაქის, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ახლიდან დაიბადა, ქალის ქანდაკება გახდა, ფერფლიდან აღმოცენებული ფენიქსივით. ხოლო ატლანტის მთავარი სიმბოლური ადგილი არის მარტინ ლუთერ კინგის სახელობის ისტორიული რაიონი. მისამართზე აბერ ავენიუს 501 დაიბადა ბიჭუნა, რომელმაც ქვეყნის ისტორიის მსვლელობა აფროამერიკელებისთვის შეცვალა. ამ ქუჩაზე დღემდე დგას ებინეზერთა ბაპტისტური ტაძარი, სადაც მარტინ ლუთერ კინგის ჯერ ბაბუა, შემდგომ კი მამა მღვდელმსახურებას ეწეოდნენ, ხოლო სვით აუბერზე კინგი სეგრეგაციას პირველად შეეჩეხა. ბავშვობაში მოუხდა გაგება იმისა, თუ რატომ აუკრძალეს მის თეთრ მეგობარს მშობლებმა მასთან თამაში. კინგი პროგრესულ საზოგადოებას ხედავდა, მაგრამ სეგრეგაცია მასაც შეეხო. მაგალითად, კუთხეში სახანძრო განყოფილება 1963 წლამდე ინტეგრირებული არ იყო. სეგრეგაციას საკუთარი თვალით ხედავდა, ამის შესახებ წირვის დროს მამამისი ქადაგებდა. 1964 წლის ივლისში ლინდონ ჯონსონმა სამოქალაქო უფლებების შესახებ კანონს მოაწერა ხელი, რომელმაც სეგრეგაცია უკანონოდ გამოაცხადა. რასობრივი, რელიგიური, სქესობრივი და ეთნიკური ნიშნით სეგრეგაცია აიკრძალა. ამავე წელს კინგმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. რასობრივ უთანასწორობასთან ბრძოლისთვის, არაძალადობრივი წინააღმდეგობის მეშვეობით. ზუსტად იმ დროს ატლანტამ მრავალმილიონიანი საერთო ეროვნული კამპანიის შესახებ გამოაცხადა, ლოზუნგით ქალაქი ზედმეტად დაკავებულია სიძულვილისთვის. ამგვარად ხელისუფლება ატლანტის ბიზნეს თემის ინტეგრაციას იმედოვნებდა, მაგრამ კინგის საპატივცემულოდ რასეთ შორისი და კონფესიათ შორისი ვახშამი, რომელიც ქალაქის მერმა მოაწყო, ატლანტისთვის გამოცდა გახდა. მრავალმა აფროამერიკელთან ერთად მაგიდასთან დასხდომაზე უარი თქვა, მაგრამ კოკა-კოლის მეთაურმა თქვა: შეგვიძლია ჩვენი შტაბ-ბინა სხვა ადგილას გადავიტანოთ. აუცილებელი არ არის, რომ ატლანტაში ვიყოთ. ამით თქვა, მინდა რომ მარტინ ლუთერ კინგს პატივი მიაგოთ იმ ჯილდოსთვის, რომელიც მან მიიღო. ეს უნდა გაიგოთ, რაც დიდი მიღწევა გახდა და მისი ეს გზავნილი ძალზედ ქმედითი გახდა, იმიტომ რომ ატლანტიდან კოკა-კოლის გადასვლა ქალაქის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა. კინგის პატივსაცემად ვახშამი მაინც შედგა და ბილეთები უმალვე გაიყიდა. მოგვიანებით კოკა-კოლას ხელმძღვანელობისადმი წერილში კინგი წერს: ეს არის არა მხოლოდ ჩემი აღიარება, ასევე სრულად ატლანტის სიდიადის. 1968 წლის 4 აპრილს კინგი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს. ატლანტაში დაკრძალვაზე 100,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მისი სასაფლაო ამჟამად მისი მეუღლის კარეტა კინგის მიერ შექმნილ ცენტრში მდებარეობს, რომელიც იმავე ებინეზური ბაპტისტური ტაძრის მახლობლადაა. ამ ქუჩებში დღემდე კინგის გამოსვლებს იმეორებენ, როგორც თანასწორობის მანიფესტს. ბედნიერი ვარ დღეს თქვენთან ერთად მოვლენებში მონაწილეობის გამო, რომელიც ისტორიაში შევა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დემონსტრაცია თავისუფლების მხარდასაჭერად. ხოლო კომპანია კოკა-კოლა კვლავაც იმ ქალაქშია, რომელიც სიძულვილისთვის ზედმეტად დაკავებულია. შტაბ-ბინა ატლანტის ცენტრში მდებარეობს. კოკა-კოლის 8 მეტრიანი ბოთლი დაუნთაუნს დაჰყურებს. ეს არის კოკა-კოლის სამყაროს ნაგებობა. მუზეუმი, სადაც კომპანიის ისტორია არის მოკრებილი.
ზუსტად რომ ატლანტაში დაიბადა სასმელი, რომელიც მსოფლიოში მრავლისთვის ამერიკის სიმბოლო გახდა. ყველაფერი 1886 წლის 8 მაისს დაიწყო, როდესაც ატლანტელმა ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა სიროპი გააკეთა და ადგილობრივ აფთიაქში მიიტანა. უთხრეს, რომ შესანიშნავია და აფთიაქში დაიწყეს მისი გაყიდვა. 1 ჭიქა 5 ცენტი. ჭორი ირხეოდა, რომ სიროპს მკურნალობის საიდუმლო უნარი გააჩნია. მალევე სასმელს სახელი გაუჩნდა კოკა-კოლა. 2 წელში პემბერტონმა საიდუმლო ფორმულა ბიზნესმენ ეიზა კენდლერს $2300 მიჰყიდა. უკანასკნელმა კი შექმნა კომპანია კოკა-კოლა. ამჟამად ეს არის მრავალმილიარდიანი ბიზნესი მსოფლიოში უდიდესი სასმელების მწარმოებელი და მიმწოდებელი. კოკა-კოლის რეცეპტი ყველაზე დაცულ კომერციულ საიდუმლოდ ითვლება. აი თუ რამდენად ახლოს შეიძლება მისვლა იქ, სადაც ეს საიდუმლო ფორმულა ინახება. შემდგომ კი არის საიმედო სეიფი და სადღეღამისო დაცვა. გამოთქმა წინ ატლანტა ქალაქის ლოზუნგი გახდა. ჯერ კიდევ 1920-იან წლებში. მართლაც მრავალ სიერაში პირველი აღმომჩენის სტატუსი მოიპოვა. მაგალითად, 1980 წლის 13 ივნისს ატლანტაში საინფორმაციო ამბების სადღეღამისო საკაბელო პირველი არხი CNN-ი შეიქმნა. და ამ დღიდან მაუწყებლობას არ წყვეტს. ჯიმ კლენსი CNN-ის ვეტერანია. პირველ აღმომჩენთა გუნდს 1991 წელს შეუერთდა. CNN-ის ოქროს ხანის ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო რეპორტიორი მოგვიყვა თუ როგორ იწყებოდა ყველაფერი. ყველა უბრალოდ ამბობდა, დღედაღამ ამბების მაუწყებლობა შეუძლებელი იქნება. ინდუსტრიაში პირდაპირი მნიშვნელობით ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა. ზუსტად ამის გამო მსგავსის გაკეთება არავის უცდია. ტედ ტერნერმა ამგვარი წამოწყება გაბედა და მედიაში რევოლუცია მოახდინა. არა მხოლოდ აშშ-ში, ასევე მთელ მსოფლიოში. სადღეღამისო ამბებს პირდაპირ ეთერში აქუშვებდნენ. ტეკვუდ დრაივზე ნაგებობის სარდაფში CNN-ის პირველი სტუდია მდებარეობდა. CNN-ი ნათელი, არაპროგნოზირებადი და პირდაპირი ბიზნესმენის ტედ ტერნერის პირმშოა. მას სამხრეთის რუპორი შეარქვეს. ატლანტისთვის CNN-ი, ისევე როგორც კოკა-კოლა, საერთაშორისო ცნობადი ბრენდი გახდა. 1987 წლიდან ტელეკომპანიის შტაბ-ბინა ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ CNN-ი უკვე 20 წელზე მეტია, ტედ ტერნერის მფლობელობაში აღარ არის, არხის 35 წლის იუბილეზე სათაო ოფისის მახლობლად მდებარე ქუჩას ტედ ტერნერის პატივსაცემად დაერქვა სახელი. CNN-მა ატლანტაზე არამხოლოდ გავლენა მოახდინა, ასევე ჭეშმარიტად გარდაქმნა კიდეც, როდესაც შტაბ-ბინა ქალაქის სხვა ნაწილში გადაიტანა. გარშემო რაიონი სრულად შეიცვალა. ადრე სახიფათო იყო განსაკუთრებით ღამით, მაგრამ ნათელი ახალგაზრდების წყალობით ყველაფერი შეიცვალა, რომლებიც აქ ყოველ დღე დადიოდნენ სამუშაოდ და საცხოვრებლადაც გადმოვიდნენ. ქალაქის გარდაქმნის ისტორიაში ბოლო ფურცელი გახდა სტადიონ მერსედეს-ბენცის მშენებლობა. წარმოუდგენლად რთული საინჟინრო კონსტრუქცია, ფოთლების მოხაზულობით სახურავი. ეს არის სტადიონის მშენებლობაში ბოლო სიტყვა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სახურავი ბრუნავს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. სახურავის ქვეშ სპორტული ნაგებობის შიგნით მდებარე მსოფლიოში უდიდესი მრგვალი ეკრანია განთავსებული. მასშტაბს მხოლოდ სტადიონზე ყოფნის დროს თუ შეაფასებ. ეკრანს თუ ვერტიკალურად გაშლი, მაშინ ატლანტის ყველაზე მაღალ შენობაზე, ამერიკის ბანკის ნაგებობაზე უფრო მაღალი იქნება. ეს და კიდევ 2000-ზე მეტი ეკრანი ციფრული რეკლამისთვის გამოიყენება. სტადიონზე პოსტერები და პლაკატები არ არის. საკმარისია ღილაკზე ერთი დაჭერა და სტადიონზე ყველა ეკრანი ახალი თამაშისთვის მზად არის. პიტ სოტო ინჟინრების დირიჟორი და გუნდის კაპიტანია. როგორც წესი, მისი გუნდი 55 ადამიანისაგან შედგება. ეს არის ყველა სპორტული თამაშის ტრანსლაციის და გულშემატკივრობისთვის ვიზუალური შოუს მთავარი რეჟისორი. პიტი ტრიბუნებს მაღლა ზის და გამორჩეულად ღია სარკმელებით მუშაობს. ჩემთვის გულშემატკივრებისაგან მომდინარე ენერგიის შეგრძნება მნიშვნელოვანია. ვინაიდან თუ ვერ ვგრძნობ, ესე იგი ჩემს სამუშაოს სათანადოდ ვერ ვაკეთებ. პიტი სპორტით იყო გატაცებული და ჰოლივუდში კარიერაზე ოცნებობდა. მაგრამ 1993 წელს სტადიონზე სტაჟირების შემდგომ მიხვდა, რომ ისეთი ენერგიის მუხტი, როგორცაც სპორტის გულშემატკივრებისაგან იღებენ, არსად იქნება. ცდილობთ ხალხისთვის მთელი ცხოვრების მოგონების შექმნას, რათა არა იმდენად თამაში ახსოვდეთ, არამედ ის თუ რამდენად ბედნიერები იყვნენ აქ ყოფნისას.
მომენტი, რა დროსაც ბედნიერი ხარ. თუ ატლანტელს ცხოვრების ამგვარი მომენტის დასახელებას სთხოვ, მრავალი მათგანი ბავშვობაში მშობლებთან გატარებულ დროს გაიხსენებს, ან რესტორან ვირსიტის პარკირებაზე, მანქანაში მეგობრებთან გატარებულ დროს. სოფლიოში უდიდესი ბორბლებიანი წასახემსებელი უკვე თითქმის 100 წლისაა. ადგილობრივები უფრო არასტრაფიკოებისთვის მოდიან აქ, არამედ უფრო მანქანიდან გადასვლის გარეშე სადილისთვის და ბავშვობის გასახსენებლად. ხოლო ოფიციანტის კითხვას თუ რას მიირთმევ, ადრეული ასაკიდან პასუხობენ. რას მიირთმევ? კლასიკას დავუკვეთავ. ჰამბურგერი და შემწვარი ხახვის რგოლები. დასალევი? კოკა-კოლა. ვარსიტის საუკეთესო დრო 50-იან 60-იან წლებზე მოვიდა, როდესაც ამერიკა პრაქტიკულად ავტომობილში ცხოვრობდა. რთულია, რომ ატლანტაში ვარსიტის გვერდია ოარო. კეჩუპი გინდათ? მდოგვი? კეჩუპი კარგი იქნებოდა. 5 წუთი და ჩემი სადილი მზად არის. უქმეებზე აქ 30,000-მდე ადამიანი სადილობს. ყველაზე მარტივი ამერიკული სწრაფიკოება, ხრაშუნა ხახვის რგოლები, ჰოთ-დოგი, ბურგერი, ქათმის ნაგეტსი და ნაყინი. მოდიან ოჯახებით, ხანაც ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის ასაღნიშნად. კაილ ბრუქსი ბავშვობაში თითქმის ყველა უქმეებზე ვარსიტში მამასა და ბაბუასთან ერთად დადიოდა. მისი ბებია და ბაბუა ამ დაწესებულებაში დაქორწინდნენ კიდეც. კაილი თავს ამერიკული სამხრეთის ქუჩის ხელოვანს უწოდებს, ხატავს, ქმნის გრაფიტის და ამბებს ყვება. ღიმილიანი სახეები. შეგიძლია მცირედით დაიწყო. სანამ ქუჩაში გახვალ, სცადე სახლში ივარჯიშო. ატლანტაში მას ყველა იცნობს. მის უცნაურ, ოდნავ ბავშვური, ექსცენტრიული ნახატები ამჟამად ატლანტის უდიდესი კორპორაციის ოფისებში თითქმის ყველგან ნახავ. ბავშვობაში ბევრ კოკა-კოლას ვსვამდი. დედაჩემი ამ სასმელზე გამოდმებით ისე ლაპარაკობდა, თითქოს რაიმე წამალი ყოფილიყო. კოკა-კოლა, ატლანტა ფელკონსი, ქსეროქსი, ამინდის არხი, The Weather Channel, Samsung-ი, Delta, Netflix-ი იმ კომპანიათა რიცხვში შედის, რომლისთვისაც კაილი ხატავდა. სახელისოა, საოფისე სამუშაოსთვის არ ამიყვანეს. ხოლო ხატვისთვის კი ბატონო. ვინმა პარკის ხიდის ქვეშ გრაფიტი მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ქუჩის ნამუშევარია, რომელიც წრიული გზის ბელტ-ლაინის შიგნით მდებარეობს. ატლანტის ცენტრის გარშემო ყოფილი რკინიგზის დერეფნის ადგილას ახლა მწვანე დერეფანია. შედგება 7 პარკისაგან, 7 საქვეითო, ველოსიპედის და სხვათა გზისაგან. ასევე ღია ფიტნეს და სტრიტ არტის სივრცისაგან. პროექტი ბელტ-ლაინი მოიფიქრა რაიან გრაიველმა, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა, რომელიც შტატების მიერ დაფინანსებული ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულში შედის. ხოლო ინსტიტუტთან არსებული საინჟინრო კოლეჯი ქვეყანაში საუკეთესო ხუთეულში შედის, რომელშიც 13,000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათგან 30% ქალია. აქ ისინი სტერეოტიპებს ამსხვრევენ და კაცების დარგში გზას იკვალავენ. ინსტიტუტი ქვეყანაში ყველაზე ბევრ ქალ ინჟინერს ამზადებს. ძალიან თავდაჯერებული უნდა იყო და თუ საკუთარი თავის წარმოჩენა გინდა, გამბედაობა უნდა გამოიჩინო. უნივერსიტეტში სპეციალური პროგრამა მოქმედებს, რომლის მიზანია ინჟინერიაში მეტი ქალის მოზიდვა. მისი დიდი ენთუზიასტია მაგნუს ეგერცტედი, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სკოლის დეკანი. მისი პირმშუა რობოტარიუმი, ლაბორატორია, რომლით სარგებლობა ყველას შეუძლია დისტანციურად. მთელი მსოფლიოს მეცნიერებსა და მოსწავლეებს. რობოტექნიკა სხვა დისციპლინებისაგან განსხვავდება, ვინაიდან ეს მაგარია. ძალიან საინტერესოა რობოტების გადაადგილებაზე დაკვირვება. ხოლო ერთდროულად რამდენიმე ზედაკვირვება კიდევ უფრო საინტერესოა. სოფლიოში ერთადერთ ღია ლაბორატორიაში რობოტების კოლექტიურ ქცევას და ერთობლივად ფუნქციონირების უნარს იკვლევენ. შეგიძლია ქუჩის სხვადასხვა საცობის მოდელირება. თითქოს ეს სატვირთო იყოს, ან სპორტული ავტომობილი. მსგავსი სისტემის გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ უპილოტო საფრენი და სახმელეთო მანქანების დასახვეწად, ასევე დამამუშავებელ წარმოებაში, სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციისას და ჯგუფური ფსიქოლოგიის კვლევისთვისაც კი. მოკლედ, ყველაფერი ადამიანის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარულია რაიმე ლამაზის შექმნა. ამასთან მათემატიკური სიზუსტით. მეცნიერული მხარის გაგება, ამასთან ბუნების ჯადოსნობის შენარჩუნებით.
ჯადოსნობა. ზუსტად ასე შეიძლება აღიწეროს დასავლეთ ნახევარსფეროს უდიდესი ოკეანარიუმის წყალქვეშა სამყარო. შეგიძლია საათობით იჯდე და თევზების ჰარმონიულ წყობას აკვირდებოდე, რომელიც აქ 100,000-მდეა. ხოლო აკვარიუმის წყალი 10 ოლიმპიურ აუზს აავსებდა. დიდი სარკმელი და უსასრულო გვირაბი სტუმრებს წყალქვეშა სამყაროს ყველა ელფერის დანახვის საშუალებას აძლევს. აკვარიუმი იმდენად დიდია, რომ თითქოს წყალქვეშ იყო. თავს ოკეანის ყველაზე ეგზოტიკურ ადგილას მოხვედრილ დაივერად გრძნობ. აქ არის თბილი ტროპიკული ზღვის და ცივი ოკეანის ათასობით ბინადარი. ლომვეშაპები, თეთრი დელფინი, ვეშაპისებრი ზვიგენი. თევზებს ცალ-ცალკე აჭმევენ, მკაცრი განრიგით დღეში რამდენჯერმე. აკვარიუმის მთავარ ბინადართან ვეშაპისებრი ზვიგენის კვების პროცესი ასე გამოიყურება. ყოველ ნავსა და განსაზღვრული ფერის ჩამჩასთან 4-დან 1 ზვიგენია, რომელმაც იცის თუ სად უნდა მოელოდოს საკვებს. დაეშვი პიჩტრიზე. ზუსტად ამ ფრაზას გაიგონებ თუ ატლანტაში სადმე გასასვლელ გზას იკითხავ. საქმე იმაშია, რომ ქალაქში 70-ზე მეტი ქუჩაა, რომლის სახელწოდებაში შედის პიჩტრი, რაც ნიშნავს ატმის ხეს. ადგილობრივები ხუმრობენ კიდეც, თუ ნებისმიერ ქუჩაზე ჯერ მარჯვნივ, შემდგომ კი მარცხნივ მობრუნდები, მაშინ პიჩტრიზე აღმოჩნდები. ესეც პიჩტრი ცენტრი. საინტერესოა, რომ ატლანტაში ატმის ხე არ არის. ტოტიდან ატმის მოწყვეტა და გასინჯვა ქალაქიდან 2 საათის სამგზავრო მანძილზე შეიძლება. თუმცა ატლანტის ბაზრებში მაისიდან აგვისტომდე ჯორჯიელი ფერმერები ატამს ყიდიან. მრავალ ადგილობრივ რესტორანში შტატის ატმისაგან მომზადებული კერძებისა და ტკბილეულის გასინჯვა შეიძლება. მოდით ატლანტის კლასიკური ატმის ტორტი ვნახოთ. ზაფხულის უქმებზე ატლანტაში ყოველთვის ფესტივალია. მაგალითად ეს ჯაზ ფესტივალი პიდმონტ პარკში. თითქოს მთელი ქალაქი შეიკრიბა, მიუხედავად 35 გრადუსიანი სიცხისა. თავისუფლები ვართ. ჩვენ ვართ ჩვენ. ჩვენს ტალღაზე ვართ. გვაქვს საკუთარი მუსიკა, ჩვენი სტილი, ცეკვა. ჩვენ ვართ ჩვენ. ატლანტა ჰიპ-ჰოპის, სამხრეთის რეპის, R&B-ის და გოსპელის დედაქალაქია. ჯაზი კი აქ თავისებურად ჟღერს. ატლანტის მუსიკა ძალზედ შემღწევია. ჯაზი ძალიან ლამაზია, ვინაიდან შერეულია გოსპელთან, ჰიპ-ჰოპთან და R&B-სთან. ატლანტაში ძალზედ შემოქმედებითი მსმენელია. კარგი სმენა აქვთ და ყველაფრის გაგონება სურთ. ლიზა უაიტი ჯორჯიაში პატარა ქალაქ ჰაჰირაში, მღვდლის ოჯახში გაიზარდა. მღეროდა გოსპელს და პიანინოზე უკრავდა ეკლესიაში, სადაც მამამისი მსახურობდა. ლიზი ჯაზით და ბლუზით იყო გატაცებული. მოგვიანებით ატლანტაში ჯორჯიის უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლობდა ვოკალს. 2000 წელს ვოკალურ კვარტეტ In the Spirit-ში მოიწვიეს, რომელიც ქალაქში მალევე საუკეთესო ჯაზ ჯგუფად აღიარეს. შემდგომ ლიზი ამერიკული ჯაზის მექაში წავიდა ნიუ-იორკში. ატლანტაში ამ ფესტივალზე მთავარი შემსრულებლის სახით მოიწვიეს. ატლანტაში თავისებური სითბოა, სიცხის გარდა სითბო, რომელიც ხალხისაგან მომდინარეობს, ამ ადგილებისთვის განუმეორებელია. ბლუზის მრავალი ტრადიცია უბრალო მშრომელების წყალობით გაჩნდა. ძალიან მიყვარს მუშაობა და ხალხის გარემოცვაში ყოფნა. ამასთან სცენაზე განცდებზე მომღერი. ყოველთვის ჩვენი იმედის შესახებ მომღერი. მხოლოდ ის მინდა, რომ ხალხი გრძნობდეს, რომ მათ ხედავენ და უყვართ. თუ ლიზის გოსპელი ატლანტის ხალხის გულს მიწვდა, მაშინ ადგილობრივი მუსიკოსების Royal Crown Jazz ორკესტრის აფროამერიკული ჯაზის რიფებმა ყველა ფეხზე წამოაყენა. ესენი არიან ატლანტის მცხოვრებნი, ქალაქის, რომელიც მუდამ წინისწრაფვის, ქალაქი, რომელიც ადვილად ირგებს მოწინავე სტატუსს. ყველაზე დიდის, ყველაზე პირველის, ყველაზე მწვანის, ყველაზე თანამედროვეს, ყველაზე ცნობადის. ატლანტელებმა იციან, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქში ცხოვრობენ. ატლანტა ძალიან ვრცელია, უდიდესია, ხალხი კი დაკავებული. ბევრ დროს საჭესთან ატარებენ. შეიძლება ნიუ-იორკივით არ ვართ, მაგრამ ერთგვარი სამხრეთული ნიუ-იორკი ვართ. ატლანტა გლობალური ქალაქი გახდა. მრავალ მხრივ ჰარტსფილდ ჯექსონის წყალობით. სოფლიოში ყველაზე დატვირთული საერთაშორისო აეროპორტის. ხოლო ბოლო 10 წლეულებში ქალაქმა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ინტეგრაციის საკითხში პროგრესი განიცადა.
თემები ნამდვილად ერთიანდება. აქ ხშირად ლაპარაკობენ იმას, რომ ატლანტა მეზობლებს არ ჰგავს. ქალაქი აჩვენებს, რომ ყველას აღიარებს და ყველას იღებს. ის ზედმეტად დაკავებულია სიძულვილისთვის. სიძულვილი აქ არ გამოვა, ხოლო სიყვარულისთვის მიზეზს ყველა იპოვის.